შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ორკვირიან ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი ვიეტნამის, კამბოჯას, მალაიზიას, პაპუა ახალ გვინეას, ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებს ეწვევა. გამგზავრებამდე მან ჩინეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და ოფიციალურ პეკინს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გამყარებისკენ მოუწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მიუხედავად პეკინის პრობლემებისა, რომელიც ვალუტის კურსსა და ადამიანის უფლებებს ეხება, შეერთებული შტატები მზად არის ჩინეთთან უფრო მჭიდროდი თანამშრომლოს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ორკვირიანი ტურნეს დაწყებამდე სახელმწიფო მდივანი ჰავაიში სიტყვით გამოვიდა. კლინტონმა ოფიციალურ პეკინს მოუწოდა ეკონომიკური და სტრატეგიული სტაბილურობისთვის, ასევე რეგიონში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა გააღრმაოს. ამჟამად ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გართულებულია. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. ორივე ქვეყანაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთმანეთის წარუმატებლობა გვიხარია. თუმცა რეალურად ასე არ არის. 21 საუკუნეში ეს არც შეერთებული შტატების და არც ჩინეთის ინტერესებში არ შედის. ჩვენ ერთმანეთს მტრებად არ უნდა მოვიაზრებდეთ. სახელმწიფო მდივანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნებმა უნდა განიხილონ. მათ შორის ირანისა და სამხრეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე, სამხედრო სფეროში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე, იარაღით ვაჭრობასა და სავალუტო პოლიტიკაზე. ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი ვიეტნამს, კამბოჯას, მალაიზიას, პაპუა ახალ გვინეას, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას ეწვევა. ქვეყნის ლიდერებთან ერთად ის სამხრეთ კორეის ბირთვულ პროგრამასა და მიანმარში მიმდინარე მოვლენებს შეაფასებს. ის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.